ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი დღეს ამბობს, რომ საქმე დაძრულია, თუმცა ჯერ კიდევ არ არიან გამოკითხული ოცნების ის ექს-მაღალჩინოსნები, რომლებთანაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი არის ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, რომელთანაც არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით და ფარა თუ არა ხელი გამოძიების ფარგლებში გელაუძილაურს ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ლევან ჯანგველაძეს თბილისის ცენტრში მოკლავდნენ. საქმე ეხება სწორედ ამ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე განვითარებულ პროცესებს, სადაც ტარიელ კაკაბაძის განცხადებით სწორედ გელაუძილაურმა დატესტა, ჰქონდა თუ არა მას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ხელშეუხებლობა და მაშინ, როდესაც ლევან ჯანგველაძე სასტუმრო ამბასადორში იყო გაჩერებული, ამბასადორის კუთვნილ მანქანას რამდენჯერმე ესროლა. ბუნებრივია დაიწყო გამოძიება, რადგან სასტუმრო სტაფმა გამოიძახა შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა გამოძიებას არაფერი დაუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომ ადგილზე სწორედ გელაუძილაური გადაადგილდებოდა და მაღალი ალბათობით სწორედ ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა, გამოძიებამ ამ საქმეზე ვერაფერი დაადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, როგორც ტარიელ კაკაბაძე დღეს პრესკონფერენციაზე ამბობს, სწორედ შალვა ბედოიძე იყო ის მაღალჩინოსანი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომელმაც ხელი დააფარა გელაუძილაურს და მაქსიმალურად შეუწყო ხელი იმას, რომ გამოძიება მის წინააღმდეგ არ დაძრულიყო. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უწყებებმა არა მხოლოდ ხელი შეუშალეს გამოძიებას პირველ ეტაპებზე, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთები, უშუალო დამკვეთები დაედგინათ, არამედ უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა იმაში, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურებული იყო, იმიტომ რომ თუ კი შალვა ბედოიძე, როგორც ადვოკატი ამბობს, არ დააფარებდა ხელს გელაუძილაურს გამოძიების პირველივე ეტაპზე, მაშინ სუსტ ექნებოდა უკვე რეაგირება და გაირკვეოდა ის, რომ სწორედ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა მზადდებოდა და ამ სატესტო გასროლასაც გელაუძილაურის მხრიდან სწორედ კონკრეტული მიზანი ჰქონდა. სუსის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლელოაშვილმა არაფერი გააკეთა იმისათვის, რათა მომხდარიყო აღნიშნული დანაშაულის პრევენცია. აქვე ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ პირებთან იყო დაახლოებული შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ბედოიძე, რომელიც რა თქმა უნდა თავისი ქმედებებით მონაწილეობდა აღნიშნული დანაშაულის ჩაფარცხვაში და დანაშაულის მომზადებაში, თავისი უმოქმედობით მან ხელი არ შეუშალა აღნიშნული დანაშაულის ჩადენას და რა თქმა უნდა აღნიშნულთან დაკავშირებითაც ფაქტობრივად არაფერია გაკეთებული, რათა გაირკვეს და ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს ამ ადამიანებს რა კავშირი ჰქონდა თუნდაც ოთარ ფარცხალაძესთან, თუნდაც პასუხისგებაში მიცემულ სხვა პირებთან და უნდა დადგინდეს რეალურად ნამდვილად შეუწყეს თუ არა ხელი თავიანთი უმოქმედობით ამ დანაშაულის მომზადებას. ბედოიძე არის ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის კურირებდა კონკრეტულად ძალიან ბევრი ისეთ საკითხს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან. მათ შორის ამბასადორის ეპიზოდზე მინდა გავამახვილო ყურადღება, მაშინ, როდესაც ამბასადორის დაცვის თანამშრომლებმა შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმასთან დაკავშირებით, რომ გასროლა განხორციელდა ამბასადორის კუთვნილ მანქანაზე, მაშინ, როდესაც ამბასადორში იმყოფებოდა ლევან ჯანგველაძე, არანაირი რეაგირება არ მოყვა ამ ყველაფერს. გელაუძილაურმა გასროლა განახორციელა იმისათვის, რათა დარწმუნებულიყო, რომ მას ნამდვილად ფარველობდნენ. და როდესაც უკვე რეაგირება არ მოხდა, ის დარწმუნდა იმაში, რომ მას ფარველობდნენ და ამის შემდეგ ყოველგვარი ნიღბის გარეშე, ქალაქის ცენტრში, კამერების თვალწინ გელაუძილაური კლავს უამრავი გასროლით ლევან ჯანგველაძეს. ამ დრომდე გამოძიება არ დაინტერესებულა ოთარ ფარცხალაძის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის გამოკითხვით, მიუხედავად იმისა, რომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში არაერთი გამოკითხვის ოქმი არსებობს, სადაც სწორედ ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს და დღეს საგანგებო განცხადების დროს სწორედ ლევან ჯანგველაძის მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ ისინი კატეგორიულად მოითხოვენ პროკურატურა დაინტერესდეს ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვით და ჩვენებით. ის ფაქტი, რომ ამდენი თვის განმავლობაში გამოძიება ჯერ საერთოდ სხვა მიმართულებით მიდიოდა და ადვოკატისო განცხადებით მაქსიმალურად ცდილობდნენ შემკვეთები გაექროთ ამ მკვლელობიდან. მას შემდეგ რაც ოფიციალურად გაჩნდა ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი, მისი გამოკითხვით პროკურატურა არ ინტერესდება, ბუნებრივია აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებას არ სურს ქართული ოცნების ექს-მაღალჩინოსნებზე გავიდეს.
აუცილებელი არის და ამის ყველა საფუძველი არსებობს, რომ დაბარებული იქნეს ბატონი ოთარ ფარცხალაძე გამოკითხვაზე და დაესვას შესაბამისი კითხვები, რათა დადგინდეს შემდეგი ფაქტები. Ქონდა თუ არა ნამდვილად მას კონფლიქტი ლევან ჯანგველაძესთან. იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია და იქნებ მოწმეც რომ ინფორმაციას გვაძლევს. რეალურად ქონდა მას რაიმე კონფლიქტი ლევან ჯანგველაძესთან. რეალურად მან შეუკვეთა აღნიშნული მკვლელობა. რეალურად მას ქონდა რაიმე მოტივი, განზრახვა იმისა, რომ აღნიშნული მკვლელობა მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ეფექტური გამოძიებით, სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებით აუცილებელია პასუხი გაიცეს ამ კითხვებზე და დადასტურდეს ის ეჭვები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს რეალური არის და ჭეშმარიტება შეესაბამება, თუ იქნებ არარეალური არის და იქნებ სულ სხვა ადამიანმა შეუკვეთეს აღნიშნული მკვლელობა. ერთ საათზე ნაკლებ დროში ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის კიდევ ერთ ბრალთან დაკავშირებით იმსჯელებს აღკვეთ ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო ამჯერად მთაწმინდის საძმოს წევრს მუქარით ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლას ედავებიან.